გოგოებო, გადავწყვიტე რომ დროა ჩვენს ამ მარტოსულ ცხოვრებას ბოლო მოეღოს. აბა ვინმე თანხმება? ჩვენ! დიანა, ძლივს, გადავწყვიტე რომ შევურიგდეთ ყველა ამ კალათბურთელებს? ხო, ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, მარტო რატომ უნდა ვიყოთ? არა გოგოებო, კალათბურთელებს არ შევურიგდებით. უკეთეს ვინმეს ვიპოვით. ახლა ჩავთავ ლაივს და ვიტყვი რომ ჩვენ ვართ მარტო ხელები და ვეძებთ მაგარ ბიჭებს. დიანა, თანახმა ვარ და თავიდანვე ვიტყვი რომ მე მინდა სპორტსმენი შეყვარებული. ხო, წარმოიდგინეთ რამდენი ბიჭი უყურებს ამ ლაივს, ძალიან ბევრი. ხო, მეც თანახმა ვარ, მაგარი შეყვარებული მინდა. გოგოებო, სერიოზულად ვარჯიშის მაგრად ლაივ შოუ უნდა გააკეთოთ. მასკოტ, მაგაზე არ ინერვიულო, ვარჯიში არსად არ გაგვექცევა. გოგოებო, მოდით, ჩავრთოთ ლაივი. ხო, მართალი არსად არ გაიქცევა, მაშინ შემოგიერთდებით. მოდი მასკოტ, ბევრი გოგო შემოვიდა თან. კარგი, გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ჩვენ ვართ მე ამბოხეები და ახლა ვეძებთ ახალ მაგარ შეყვარებულებს. ხო, კალათბურთელები წარსულში არიან, მაგარ შეყვარებულებს ვეძებთ. გამარჯობა, მე მასკოტი ვარ, ჩერლიდერების ჯგუფში და შეყვარებული მეც მჭირდება. ვაიმე, უკვე 80, 90, 100,000. კარგით, შეგიძლიათ კითხვები დასვათ და ჩვენ მე ამბოხეები მზად ვართ რომ გიპასუხოთ. სხვათა შორის მე ვეძებ მაღალ სპორტსმენ და ისეთ შეყვარებულს რომ ცუდი ხასიათები არ უნდა გქონდეს. მას ერთად წნავდია ყველა მაგარი და სპორტსმენია. კარგი, ჩემთვის კითხვა. ხო, ტიმურ და მე მორჩა დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. დიანა, ჩემთვისაა შეკითხვა. ხო, მასკოტისთვის კითხვა. მასკოტ, ცოტა პუტკუნა არ ხარ მაგ კოსტუმის ქვეშ? არა, ეს კოსტუმი უბრალოდ დიდი სინამდვილეში ათლეტური ვარ. აი, ნახეთ, ახლა მე ამბოხებმა გამოაცხადეს, რომ ოფიციალურად მარტო ხელები არიან. იქნებ მეც გავხდე მე ამბოხე. რამე სხვა? არა, პიცა. მეც ხო მარტო ხელა ვარ, არა რაიან. ლეილა, შენ წამომიყვანე მე ამბოხეებიდან და ახლა შენ გინდა იყოფნა? გოგოებო, გთხოვთ, არ იჩხუბოთ, ჩემო ოქრო გოგოებო, არ იჩხუბოთ, გთხოვთ, ჩემი ხათრით. ჰეი, ბრილიანტო, ნუერევი. რაიან, გაჩუმდი, ლეილა, არ გაბედო და არ იყო მე ამბოხე. ხო, დამოვიწყდა შენთვის მეკითხა მეგობარო. ცხელი შოკოლადი, ლატე და ჩაი. გოგოებო, ეს ნახეთ, მე ამბოხეებმა გამოაცხადეს, რომ მარტო ხელები არიან. ახლა ამ სკოლაში მარტო ჩვენ არ ვართ. ჰეი, აის, იმ ტრიოს მე აღარ მოვემსახურები. დღეს უკვე მესამედ მეუხეშა ლეილა. ისინი კლიენტები არიან, არ მიაქციო ყურადღება. ნახეთ, ახალ შეყვარებულებს ეძებენ. ხო, და თუ იპოვიან კალათბურთელები, თავისუფლები იქნებიან. ხო, და ჩვენ მათთან ვიქნებით. ჩემი სმაილია, მე ტიმურს, კარგი მე მაქსიმაშინ. ეს გაიგონე, ჩემი მე ამბოხე შეყვარებულს ეძებს. ის მე ამბოხე არ ვარ. ჩვენ სამუდამოდ ერთად ვართ. ხო. აი, ნამდვილი სიყვარული. კონგრესუებო, მიგვიშვით კალათბურთელები ბართან. გამარჯობა ბიჭებო. ვერ გაიგონეთ რაც გითხარით, ბართან მიგვიშვით. ასე ყვირილი საჭირო არ არის, ვერ გაიგე რომ შენი დიანა მარტო ხელაა? რა? ტიმურ შენი კნოპაც. მოიცა, ვერ გავიგე რა ხდება. მაქს, თქვენი გოგოები ახალ ბიჭებს ეძებენ. ხო, არანაირად არ დაგიბრუნდებიან, მაგრამ ჩვენ ვართ მარტო ხელა გოგოები. ამას შეხედეთ, ეს ბაყაყები კალათბურთელებსა ფლირტავებიან. კარგი, ამ სკოლაში ყველა შეყვარებულია. ეს რომ მე ამბოხეებმა ნახონ. მე რა, აღარ ადარდებთ მე ამბოხეებს ეს კალათბურთელები. მოიცა, რას ნიშნავს შეყვარებულებს ეძებენ? ბიჭებო, ხო, ასე გამოაცხადეს. სოფი, ესე დღეს რას აკეთებ? არა, ეს არ არის კარგი. სმაილ, არ დაიღალე ამ დიანას დევნით? სმაილ, რა სულელი ხარ? ხო, გეთანხმები. ჰეი, გოგოებო, წავედით, უნდა ვივარჯიშოთ, წავმოდით. კარგი, კარგად ბიჭებო. ახლა ისეთი მშიერი ვარ, ძალიან დიდ პიცას შევჭამ. მწვანე და ბულკები დამთავრდა, ახლა დიმა პიცას ვყიდულობს. საათისფერო, გაიხედე, სად მიდიხარ? ჩვენ უბრალოდ კაფეში მივდივართ, დიმა, ნახე როგორ მელაპარაკება. ჩემ შეყვარებულს როგორ ელაპარაკები? მომისმინე, ჯობია შენ შეყვარებულს უთხრა, რომ გაიხედო, სადაც მიდის. კარებია, ხალხი შედის და გამოდის. შენ მგონი არ ხარ კარგად, რა გჭირს? სმაილ, ხო დაგვინახე, რომ მოვდიოდი, შენ კიდე კარები გააღე. მეგობრებო, მე აქავრობის მენტორი გავხდი, ამ დროს უთაფრთხილად იყავით. ღმერთო ჩემო, ამ სმაილს შეხედეთ, კოსტა არ ჩაერიო. ხო, მოდი მას ხელი აღარ შევუშალოთ. მოვისმინე, კოსტა, ძალიან გაგიმართლა, რომ დაკავებული ვარ, თორე დაგილაპარაკებოდი. მომისმინე მენტორო, შეგიძლია დასვენებაზე მოხვიდე და დამელაპარაკო. მიდი, შენი მილკშეიკი დალია. გამარჯობა, ხო, ჩვენ ვართ 4 მე ამბოხე, ყველაზე პოპულარული ბავშვები ამ სკოლაში. კითხე, დიანა, იქ მეგობრები ყავს? ხო, მეგობრები ყავს სპორტსმენები. ხო, დიანა, მინდა რომ დაველაპარაკო. მეც. კარგია, ყველას უნდა რომ დაგელაპარაკოს. ხო, მგონია რომ ტინას ტელეფონზე ვერასდროს დაველაპარაკებით. დიანა, დაგველაპარაკე.
გოგოებო, გაჩუმდით, ყველაფერი ესმის ტელეფონში. ხო, კითხე ყველაზე მეტად რომელი ჩვენგანი მოეწონა. ხო, ყველაზე მეტად რომელი მე ამბოხე მოგეწონა. თუ რამე მე დიანა? გოგოებო და ვარჯიში. გამარჯობა მარტოსულო გოგოებო. და ყველაზე მარტოსულო გოგო, დიანა, გამარჯობა. ხო, ზარმადარეკა, მასწავლებელი გვეძახის, გაგითიშო მალე დაგირეკავ. კარგი, კარგად. სმაილ, მეგონა გითხარი რომ არ შემოსულიყავი ამ ოთახში დაკაკუნების გარეშე. მორჩა საკმარისია, მასკოტო და მე ამბოხეებო, გარეთ გადი, დიანას უნდა დაველაპარაკო. რა? მოიცადე სმაილ, დიანას შენთან საუბარი არ უნდა. სმაილ, ეს ხომ გავიარეთ უკვე? დროზე გარეთ 1 2 3 ჰეი, სმაილ! დიანა! გარეთ. კარგით გოგოებო, გადით და დამელოდეთ, მალე გამოვალ სმაილს ავუხსნი უბრალოდ ყველაფერს. კარგი გოგოებო, წავიდეთ. დიანა, დაგვიძახე რამე თუ დაგჭირდა, აქ ვიქნებით. კარგი, სმაილ, რა ხდება? არ შეგიძლია შეწყვიტოთ ჩემი გამოკიდება, არ დაიღალე? დიანა, მწყინს რო შეყვარებულს ეძებ. მწყინს რო ლაივებში გადიხარ შეყვარებული საფურნელად. როცა მე ამდენი ხანია ყველაფერს ვაკეთებ, რო დაგიბრუნო. ცუდად იქცევი. ჯანდაბა დამთავრდა. სმაილ, ძალიან დიდი ხანია აღარ მატარდებს შენ რა მოგწონს და რა არა. მე და შენ დამთავრებულია. გოგოებს და მე აღარ გვინდა რომ შეგირიგდეთ თქვენ კალათბურთელებს. იცი რა დიანა, ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, მე ჩემი შეყვარებული მატარდებს. მაქსი დანებდა, მერე ტიმური დანებდა, მაგრამ მე არასდროს არ დაუნებდები და მაინც დაგიბრუნებ. მორჩა სმაილ, დამთავრდა. არ გჭირდება ეს ბრძოლა ჩემთვის. კარგი, მომწერა ამ ბიჭმა, ამიტომ დამთავრებულია ყველაფერი. დიანა, ვიბრძოლებ, იმიტომ რომ ჩემზე უკეთეს ვერასდროს ვერავის ვერ იპოვი. ჯანდაბა, ეს რა არის? ველაპარაკებოდ ის ბიჭებს, სმაილი მოვიდა და გააფუჭა. კნოპ არ აუშავს, დიანა გააგდებს. ხო, რა გიჟები არიან კალათბურთელები. გოგოებო, ტინას ნომერი გაიგეთ? გვაქვს. დიანა, ესე იგი მორჩა. დამთავრდა. ამაზე იფიქრე საერთოდ. დავფიქრდი უკვე. საბოლოოდ. სმაილ, დამთავრდა. კარგი, აბა ვნახოთ მან როგორ შეყვარებულს იპოვი. იმედია ვერასდროს ვერ ვნახავ. იცი რა, სმაილ, გირჩევნია შენ თვითონ არ დაენახო ჩემს ახალ შეყვარებულს. გააგდე, დიანა. ხო, გავაგდე. გოგოებო, ესე იგი მარტო ხელები ვართ? კი, მაგრამ დიდი ხნით არა. I got problems on problems on problems on problems on problems on problems I solve them. I run through the money, the pressure be calling. Left on my blessings, I feel like I'm falling. The birdie is back. Tell me I'm garbage, I'm going through something, that's why I ain't calling. Phone and progression, it's all that I wanted. The phone and affection, I summon and dub it. Cause I got problems on problems on problems on problems on. მეგობრებო, ჯერ რა დროზე აფხულის არ დადეგებია, თქვენ კიდევ უკვე ამაზე ლაპარაკობთ. მასწავლებელო მაიკ, არ გესმით, არ გვინდა საალაშქროდ წასვლა, გვინდა რომ საზღვარგარეთ წავიდეთ ხო, სამე. ბანაკი ბავშვურია. მასწავლებელო მაიკ, ნახეთ რა მაგარი სახლი ვიპოვეთ. ხო, დიდი ადგილია, მთელი სკოლა დაეტევა. და ამისთვის ვინ უნდა გადაიხადოს, თქვენმა მშობლებმა თუ მე? მასწავლებელო მაიკ, ყველას უნდა წასვლა. ხო, ყველა მოსწავლე გადაიხდის. დიახ, მასწავლებელო მაიკ, მზად ვარ, რომ ჩემი შეგროვებული ფული მთლიანად დავხარჯო. მასწავლებელო მაიკ, თქვენი თანხმობა გვინდა. არ ვიცი, ბანაკი დისციპლინაა, წესები და ქალაქგარეთ კიდე არ ვიცი თქვენთან ერთად რა უნდა გავაკეთო. მასწავლებელო მაიკ, ჩვენთან ერთად დაისვენებთ. ხო, და ჩვენ კარგად მოიქცევით. ხო, და არ გავიქცევით, ხო, გპირდებით. გვირდებით. კარგი, ამასთან დაკავშირებით თქვენ მშობლებს დაველაპარაკები და ვნახოთ. ბიძია მაიკ, ახლა ვემჯერდებით. სხვათა შორის ჩვენც გვჭირდება ბიძია მაიკი. კარგით ბავშვებო, მორჩა, შეგიძლიათ წახვიდეთ. რომეო, რა ხდება? ბიძია მაიკ, შენი რჩევა მჭირდება. რა, ტესტი ვერ დაწერე, დაჭიქი, ყველაფერს აგიხსნი. არა, ტესტზე არა, დიანაზე. რომეო, უკვე ხო ვილაპარაკეთ დიანაზე. ახლა რა ხდება? დიანა მარტოსულია და ახალ შეყვარებულს ლაივში ეძებს. გონი მასთან არაფერი არ გამოვა. რომეო, ხო გითხარი რომ დიანა ძალიან რთული გოგო იყო. არა უშავს, ვინმე სხვას აუცილებლად იპოვი. არა, სხვა არავინ არ მჭირდება, დიანა მომწონს, თან ახლა კალათბურთელთანაც აღარ არის. იქნებ შენ დაელაპარაკო ბიძია მაიკ. იცი რა, მგონი ჯობია მამაშენს დაველაპარაკო, ხო არ დაურეკო? არა, ეგ არ გავაკეთო. მაშინ დაწნარდი, კაფეში წადი, პიცა შევუკვეთე და ცხელი შოკოლადი. უთხარი რომ მასწავლებელი მაიკი გადაიხდის. ბიძია მაიკ, შეყვარებული ვარ. რომეო, ხო გითხარი, წადი, პიცა შევუკვეთე. არა, მაინც დიანასთან წავალ. აბა, სად არის თქვენი მეგობარი, მესამე კალათბურთელი? დაწნარდი, მალე მოვა. მაქს ძალიან დიდი ხანია მომწონხარ. ხო, მეც. ტიმურ, ჩვენს პირველ პაემანზე სად მივდივართ? კალათბურთის თამაშზე. ყოველთვის მინდოდა მაგარი კალათბურთელის ჩრდილდარი ყოფილიყავ. საყვარელო, მე ნამდვილი პრო ვარ. მეგობრებო, ვა, სმაილ, ყველა დაწყვილდა, სად ხარ ამდენ ხანს? ასე გავკვირვებული რატო გვიყურებ? აქ ვარჯიში გვაქვს და ამდენი ხანია გელოდებით. მეგობრებო, მორჩით, საერთოდ ყველაფერი დაივიწყეთ და რისთვის? სმაილ, რატო მე და გომბეშვები ერთად კარგად ვართ?
ხო და იმ ამბოხეების დევნითაც დავიღალეთ. სმაილ არ შენ არ გინდა ნუ ეკიდები ამ დიანას აქ ვარ ბაყაყი. ქერა გთხოვ ხელი გაწიე. მეგობრებო, სანამ თქვენ აქ სიხართ და გომბეშოებს ეხუტებით, გოგოებმა ახალი ბიჭები გაიცნეს და უკვე ტელეფონზე ელაპარაკებიან. ეს მოგწოვთ. ჯენია, მოიცადე. სმაილ, მე მერის აღარ გავეკიდები. მორჩა, ეს აღარ მოხდება. სოფია, მოიცადე. სმაილ, მომისმინე, უკვე ერთხელ გადაგვაგდეს, ორჯერ, სამჯერ, კიდევ რამდენი ხანი უნდა გავაკეთოთ ასე. თან სოფია მომწოს. ტიმურ. მეგობრებო, რა დაგემართათ, ვეღარ გცნობთ, თქვენ კალათბურთელები ხართ. კალათბურთელები არასდროს ნებდებიან. ხო, კალათბურთელები არ ნებდებიან. სმაილ, მე კარგია როგორც ხარ. სმაილ, კალათბურთელები არ ნებდებიან, მაგრამ არც ტირიან. კარგი მეგობრებო, გასაგებია, ყავდეთ თქვენი შეყვარებულები, მაგრამ ახლა ბურთები უნდა ავიღოთ და ვივარჯიშოთ. დიანამ საერთოდ გააგიჟა. გოგოებო, ახლა ვარჯიში უნდა დავიწყოთ. გოგოებო, წავედით. მაქს გნახავ. კარგად ტიმურ. კარგად გნახავთ. მეგობრებო, რა სილოდებით, გამოიცვალეთ, ვარჯიში დავიწყოთ. გაიგეთ, მე ამბოხეებმა საკუთარი თავები მარტო ხელებად გამოაცხადეს. დიმა, იმედია დიანას არ გაეკიდები. მე არასდროს. კოსტა? რა, მე ამბოხეები არ მომწონს, დიმა კი არ ვარ. კოსტა, დიმა, მოდი არ გვინდა ეს ყველაფერი იცის. ჰეი, თქვენ, საყვარლებო, შეგიძლიათ ჩემს თვალწინ არაკოცოთ ერთმანეთს? არა, ლეილა, არ შეგვიძლია. გვიყურე. აი, ლიმონათები თქვენთვის. ხო, უნდა აღვნიშნოთ. ოფიციალურად მარტო ხელები ვართ. მარტო ხელები. გაიგეთ, მარტო ხელები ვართ. რო იცოდეთ, მე არ ვარ. პიცა გაიგონე, ლიმონათები მე ამბოხეები. არის გოგოებო, ახლავე მოგიტანთ. მაგრამ მარტო ხელა გოგოს არ სჭირდება, რომ ბიჭის ყურადღება ასე მიიქციოს. ხო და არ გჭირდებათ, რომ ბოლო ხმაზე იყუროთ, რომ მარტო ხელები ხართ. შეიძლება ახლა ვართ, მაგრამ დიდხანს არ ვიქნებით. ხო, რამდენიმე დღით ვართ. უკვე შევხვდით მაგარ ბიჭებს. ხო და რამდენიმე დღეში ამ სკოლაში გადმოვლენ. ძალიან მალე მოსწავლეებო შეხვდებით ჩვენს მაგარ შეყვარებულებს ამ სკოლაში რომ მოვლენ. კარგით რა, მე ამბოხეებო რა, გვაინტერესებს თქვენი შეყვარებულები. მოიცა სერიოზულად? ნიშნობა არ აქვს. ხო, იანა, სერიოზულად. მაგრამ შენ არ ყავს შეყვარებული, რადგან არ ხარ მე ამბოხე. ხო, ახლა ბირთხა ხარ. იანა, ყოველთვის მიგიღებთ. მომისმინეთ მე ამბოხეებო, თქვენ ახალი მე ამბოხე კი არ გჭირდება, ჟურნალისტი გჭირდებათ და მართლა დაგეხმარებით. რაღაცეებს მოგიყვებით, ამბებს გავავრცელებთ. ეს გაიგეთ? სხვათა შორის ძალიან ბევრი მე ამბოხის პოვნა შეგვიძლია. ლიმონათი გოგოებო და გილოცავთ ახალ შეყვარებულებს. პიცა, შენი მოლოცვები შენთვის დაიტოვე. ახლა მარტო ხელები ვართ, მაგრამ რამდენიმე დღეში მაგარი, ძალიან მაგარი შეყვარებულები გვეყოლება. იმედი მაქვს ნასიას ეყოლება შეყვარებული და ასე გულნატკენი აღარ იქნება. ვაუ, დაძაბული იყო. ღმერთო ჩემო, დამღალა. აი, დააწყნარე შენი პიცა. მეგობრებო, მინდა ყველას თვალწინ რაღაც თქვა. დიანა ჩემი ახალი შეყვარებულია. დიანა, ეს შენთვისაა. გაიგონეთ, მასწავლებელი მაიკის მეშვილი ახლა დიანას შეყვარებულია. ახლა დიანას კარგი ნიშნები ექნება. დიანა, რა ცირკი მოაწყო? მოიცადე და ველაპარაკო. რომეო, რა საკეთე? დიანა, მომწოხარ. რომეო, შეწყვიტე ეს ცირკი, სმაილმა გამოგაგზავნა, მითხარი. დიანა, ეს შენთვისაა. აბა, ხო ყველამ კარგად გაიგონეთ. მე დიანა მიყვარს და შენ მწვანე დაგერხევა. თუ გინდა სმაილსაც უთხარი და მაგასაც დაერხევა. მოიცა რა დამიძახე? დიმა მწვანე დაგიძახა და დაგერხევა. ჯანდაბა, აქ რა ხდება? ბავშვებო, დაწყნარდით, ნუ იცინით, რომეო და მე წყვილი არ ვართ, უბრალოდ მოწონ ვარ. რომეო მაპატია, მაგრამ წყვილი ვერ ვიქნებით, ზედმეტად კეთილი ხარ. რომეომ თქვა და რომეო იზამს, მაინც გახდები ჩემი შეყვარებული. მაგარია, მაგრამ არ ვარ მარტო. დიანა ყოველებს რას უზა? შენ სტინას მიუტანე. ბავშვებო, გაოცებული ვარ, რა მოხდა აქ? კარგი, დალაიქეთ, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ძარს. კარგი, ახლა უნდა წავიდე და მოვაგვარო ეს ყველაფერი. კარგად.
keep the same energy. Work on being better when I'm 70. Your drip is just a water spring. You know I drip different, this is 7 seas. I deal with life different, make that lemon squeeze. Went off for my style and identity. Better bounce back and get the cheddar cheese.